ტუბერკულოზი არის ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ბაქტერიული დაავადება მსოფლიოში. ის ძირითადად აზიანებს ფილტვებს, მაგრამ შესაძლოა გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებზეც, როგორებიცაა თირკმელები ან ხერხემალი. დაავადების გამომწვევი პათოგენი ტუბერკულოზის მიკობაქტერიაა. ტუბერკულოზი ვრცელდება მხოლოდ ჰაერწვეთოვანი გზით, როდესაც ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს. ამ დროს ბაქტერია ვრცელდება ჰაერში. ახლოს მყოფი პირი ჩაისუნთქავს მიკრობის შემცველ ჰაერს და ამ გზით ხვდება მის ფილტვებში მიკობაქტერია. ამან შეიძლება დაინფიცირება გამოიწვიოს. თუ მიკრობი მოხვდება ფილტვებში, უმრავლეს შემთხვევაში ჩვენი ორგანიზმის დამცავი სისტემა ებრძვის მას, არ აძლევს გამრავლების საშუალებას და გადაჰყავს პასიურ, უმოქმედო მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში ადამიანი არის ლატენტური ტუბერკულოზით ინფიცირებული და არა დაავადებული. ადამიანი შეიძლება დარჩეს ლატენტური ტუბერკულოზით ინფიცირებული მთელი სიცოცხლის განმავლობაში. დაავადება მაშინ იწყებს განვითარებას, როდესაც ორგანიზმის იმუნიტეტი სუსტდება და ვითარდება აქტიური ტუბერკულოზი. აქტიური ტუბერკულოზის სიმპტომები მოიცავს მუდმივ ხველას, მათ შორის სისხლიანი ნახველით, ტკივილს გულმკერდის არეში, წონაში კლებას და ღამის ოფლიანობას. აუცილებელია მკურნალობის დროული დაწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში ტუბერკულოზი შეიძლება ფატალურად დასრულდეს. პრევენციული ზომები მოიცავს ვაქცინაციას და დაავადების ადრეულ გამოვლენას.